ჩვენი გადაცემის მეორე სტუმარია ბიძინა ბარათაშვილი. გამომშვიდობებით. როგორ ახარ ბიძინა? ჩვენ არ მიშავს. როგორ ახარ თავად? მადლობთ ჩვენს. ერთი შეკითხვა რომელიც ყველას აინტერესებს, რა საქმიანობ ამჯერად, რა ქვია შენს სამსახურის ადგილს? იცი რა, ეხა ქვია, ეხა ვარ პრინციპში კონსულტანტი. და თქვენი სტუმარი. მადლობა. არა და რა დრო იყო, რა კარგი იმედის ხელმძღვანელი იყო. აბა, რადგინდა. თარგამაძე, ახვლედიანი, ანიკაშვილი, გრიგოლია, ფაქტობრივად ქრისტიან დემოკრატების თავმჯდომარე იყო. და უცება ეს გააძვრნენ და ეხა არიან სადღაც. პოლიტიკაში ხო რაპირებს წასვლას? იცი რა, შეიძლება დაფიქრდე კიდევაც ახლა. ხო რა, ღირს დაფიქრება, იმიტომ რომ თქვენები იქ არიან ყველანი. ხო, არა. დარეკეს რომ კარგად ავართო, მოვეწყვეთო და ჩამოვიდეს. მეც მირეკავენ, კი. პოსტიდან ველოდებოდი რაღაც, მაგრამ შენდაც ნახე აქა, ეთყობა შეიძლება გამოგზავნილია და ვერ ღებულობ. რა მაინტერესებს? ეხლა რო იყოთ დღევანდელი იმედის დირექტორი. რომელ გადაცემას დახურავდით და რატომ ზოროს? ზოროს არ დავხურავდი, იმიტომ რომ ეს დასახური დანარჩენი ყველა იხურა პრინციპში ყველაფერი. ხა ერთი ზორო დარჩა, ხო? ზორო და ჩვენ. ხო, თქვენსაც ვერ დავხურავ, იმიტომ რომ აქ ავარ მე და. ანუ მაქსიმალურად დიდხანს უნდა დაგტოვოთ ჩვენთან. კი, შემდეგზეც მე უნდა დამეძახოთ. კი ბატონო, დიდი მე დავსაქმდები და თქვენც რა. მადლობთ. რა იშვიათია რომ ადამიანს მადლობას ეუბნებიან, იმიტომ რომ არ იხურებიან. კი, აბა. და ისე გიორგი ბიძინა რო დირექტორი იყო, აი მაშინ ვინ გაბედავდა შორენას დახურვას? აბა კაცო, აბა ან დაწყებას ვინ გაბედავდა? უყურებთ მაგადაცემას? იცი რა, ცადე გადართვა, მაგრამ გამიფუჭდა პოლიტი. უყურებთ. იმედზე გადავრთე და იქით იყო რაღაცა მანქანების ის რა ქვია, კუბატურაზე ლაპარაკი. აკეთ ადამიანების კუბატურას. კი, და მე ვამჯობინე. კი. რაღაც მომენტებში დასანახავად თავდი ხა რა თქმა უნდა, თორე ეს. ამიტომ დავრჩი. უყურებდი ხა ძალიან უმოყოფილო ვარ ამ გადაცემის დახურვა. ეხლა მანქანების კუბატურაზე. ეხლა ეს დამჭა რა. და გაინტერესებს მანქანების. არა, აბსოლუტურად არ მეინტერესებს. რაც მეინტერესებს დახურეს. კარგი, შენ გქონდა პირველი გადაცემა, მე რაც ვნახე ქუთაისში, მეორე არხი რო ჩაირთო. მეორე არხი ქუთაისში პირდაპირ გაგებითაც მეორე იყო, იმიტომ რომ სხვა არხი არ იყო, მანამდე იყო ერთი პირველი. ჩაირთო ორი მეორე არხი. მეორე არხი. და იყო გოლი. კი. მე უყურებდი ხშირად, მან ვნახე პირველად უცხოური ფეხბურთი, ანუ როგორი ფეხბურთი, იცი, იმ კვირაში რო ფეხბურთი ჩატარდა, მან ვნახე იმ კვირაშივე. კი. მანამდე იყო 45 წუთი გადიოდა პირველ არხზე, სადაც იყო 15 წლის წინანდელი თამაში. კი, ეგ იყო პერიოდი. ეს გოლი დავიწყე ჩვენ იბერვიზიაში, პირველი დამოუკიდებელი არხი იყო. ქუთაისში შეტყობა ვერ ჩამოაღწია, მაგრამ ხო და დავიწყეთ ვიპარავდით მაშინ, უნდა ვაღიარო ახლა, საქვეყნოდ. ვიპარავდით, მაგრამ კარგი პერიოდი იყო. არა მოპარვის გამო, არამედ იმიტომ რომ პირველი გადაცემა იყო და იმ პერიოდში ერთ-ერთი გადაცემა იყო, რომელიც უცხოურ ფეხბურთს აშუქებდა მხოლოდ. ეგ რომელი წლებია? 90. ეს არის 92 წლიდან მოყოლებული 94 ჩათვლით იყო იბერვიზია. ყველაფერს იპარავდა თან. ეს ჩვენი არ ჩანდა ხო. და მე გადმოვით უკვე მეორე არხზე და შენს ჩაერთე ქუთაისში. ჩვენ და მარტო მიმოხილება სიუჟეტების ხო კეთდებოდა? სიუჟეტები კეთდებოდა უცხოეთს, ხო უცხოურ ფეხბურთზე იყო ეს გადაცემა. ძირითადად იყო ცენტრალური ჩემპიონატები, ევროპის წამყვანი ჩემპიონატები. კი, უცხოური ქვეყნების. და ჩვენს საქართველოს ჩემპიონატზე არ აკეთებდით სიუჟეტს? იცი რა, საქართველოს ჩემპიონატზე ერთხელ ქონდა ცდილობა გაკეთების სიუჟეტის. საკმაოდ საინტერესო ისტორია იყო, ეს ხო დაახლოებით 90-იანი წლების ბოლო, 97 ან 18 წელი არ მახსოვს ზუსტად. და ეს რა პერიოდია, იცი რომ გოლი მაშინ აი უკვე აღწევს ქუთაისამდეც და ანუ საკმაოდ ბევრი მაყურებელი ყავს და პოპულარული გადაცემა, მე და ვახო გეგელიას მიყავდა.
მანა გვაქვს აღებული, სიუჟეტებს ვაკეთებთ რაღაც მადრიდის რეალზე, ჩავდივართ მოსკოვში, ვიღებთ და უკვე ის იმდენად ესენი ვართ რა ქვია გათავხედებული რომ აი ხა მიჩელი და ბუტრაგენივი ჩავწერეთ დაუშვათ ხო და ხა პროსინეშკი გვინდა ესეთ ტონებზე გვინდა არ გვინდა წავიდეს მაგის ხორვატი რაღაც და პროსინეშკი იხვეწევა რომ ბიზინა გამოუშვეს დაახლოებით ესე ვარ გე ვახო უფრო ხო და ვახო მოწონდა პროსინეშკი მოწონდა ვახო კი და მე ნაკლებად ხა მე მაინც მე იეროსთან ხო და მოვედი მეორე არხზე ას დილა დგას ერთ ჩემი სკოლელი დაახლოებით 1-2 წელი ჩემზე უფროსი დიდი ხანი არ მინახავს სკოლის პერიოდიდან არ მინახავს როგორ ხარ კარგათავ რა ხო მოიკითხე ხა და მე როგორ ვარ და რას ვაკეთებ ხედავს იმიტომ მოვიდა იქ ჩემ კაბინეტში და მე ვეკითხებ რომ შენ რას აკეთებ და პასუხი ასეთი რომ რაც ყველაზე კარგად გამომდისო იმას ვაკეთებოდა ხა ისეთი პასუხია რომ ამის მე რო კითხო რომ რა გამოგდის კარგად ხა გამოდის რა ძალიან სუსისულელია რაღაცა ცოტა ხანი დავკარგე იმას რომ გავაკეთე რას აკეთებს ეს კაცი ნუ გაირკვა რომ არის მწვრთნელი მწვრთნელი არის მესხეთის და ჩემ და სამარცხვინოდ უნდა ვაღიარო რომ მე საერთო წარმოდგენა არ მქონდა მაშინ ამ კლუბის არსებობის შესახებ და ისწავლე სათამაშოს და ეხლა საქართველოს ჩემპიონატის მიმართ მე ცოტა ესეთი დამოკიდებულება მქონდა სკეპტიკური მაშინ არც ახლა გამომკეთებია დიდად მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხო მაშინ საერთოდ აზრი არ ვინ რომელ ლიგაში დინამო ვიცი რომ თქვა რაღაცა რომელსაც გულშემატკივრად დაანჩენებ არ ვიცი და ამიტომ ეხლა ნუ კითხო რომ ნუ რას აკეთებ ხო მოვიდა სიუჟეტი მინდა რომ გააკეთო ჩვენზე ბიჭო ეხლა ჩვენზე სიუჟეტი გააკეთო მადრიდის რეალზე და იუვენტუსზე აღარ ვაკეთებ სიუჟეტებს ეს მესხეთი ეხლა ხო და ნუ სად არის თქო ეს მესხეთი უმაღლეს ლიგაშია ეკითხები და ეს ძალიან დაფიქრდა და იცი როგორი არაო ჯერ არაო ხა ჯერ არაო აი ესეთი პასუხი არის ნიშნავს რომ ხარ პირველ ლიგაში და გადმოდის ხო ახალი რაღაცა ხო და ნუ ავტომატურად ვეკითხები პირველ ლიგაში ხარ და ალბათ ხო და ზუსტად ისეთივე გამომეტყველები და იმავე ტონით მითხრა რომ დაფიქრდა ისევ და აი ჯერ არაო და ამის მე ხა დაახლოებით კი ვიცი ხა სტრუქტურა ჩემპიონატის რომ მეორე ლიგის იქით არაფერი აღარ არის ეგ იქ ბოლო ადგილზე თუ გახვედი ხო და იმას ვეკითხები ჯერო და აქ მეთქარი გადმოდიხარ ხა ნუ მეც მინდა რომ რაღაც გადადიოდეს ეს კაცი რა ამ თავი მომდიდა მე იქიდან გადმოდიხარ და ისევ ჯერ არა და აბა სად რას საშები მე ბოლო ადგილზე ვარ მეორე ლიგაში და ეს რას ნიშნავს იცი და ახლა 63 ქული შესაძლებელიდან 9 ქულა გვაქვს მე უნდა სიუჟეტი გავაკეთო ამაზე ხო და შენი წარმატება რა შედო როგორ რა შეაქვს 21 თამაში ხო ჩაატარა გუნდმა წინა მწვრთნელმა 16 თამაში იყო 4 ქულაო და მე 5 თამაში 5-ია ну ამაზე მე უნდა გავაკეთო ხა სიუჟეტი აი ეს მეორე ლიგის იქით აი რა არის იცი დაახლოებით გალილეო გალილეი და ჯორდანო ბრუნო სანამ იტყოდნენ რომ რგვალიაო დედამიწა ხო ადამიანს ეგონა თუ თავდება და ქაოსი იწყება ეს მეორე ლიგის იქით არის ქაოსი ჩემთვის ესე ქაოსი არაფერი აღარ არის იქით არა მართლა ეგრე იყო სახელი კი აღარ იყო მე იყო იქ საათაბაგო ხო რაღაც ეგეთები ხო რა იყო ის ცოლიანები ჩაცმულებზე რაღაცა რა ხო და მღერიან და წევავენ რაღაცა ელექტრიკები თუ რაღაცა ხო არის და ნუ კაი ხა მოთხარი და რა უნდა გავაკეთო და ნუ ისინი გააქვთ მასალა არა გვაქვს ხო და ხა ბიჭო ამ მასალა შენ არა გაქვს მეორე ლიგიდან ვარდები თუ რაღაცა არ ვარდები როცა იქ ახარ ბოლოში რაღაცა და ნუ კაი მოთხარი გავაკეთებ მეთქი და ხა მე ეს რაღაც მაღალფარდოვანი ლაპარაკი და ეს არ ვიცი საერთოდ და ვახოს თხოვე რომ მეოთხარი ხშენ როგორც ენაწყლიანი კაცხებ თამადა ცნობილი რაღაცა და გააკეთე ხა ეს გააკეთა რაღაც ვარძის ხედებია მოგვი რაღაცა ხერთვისის ციხე რა ქვია საფარა და ეს ლაპარაკობს რომ ძირძველი რეგიონი რა ფეხბურთი არ არის საერთოდ არავინ არ არის ხა ის არ თამაშობს კაცი არ სადა ამიტომ არის რაღაცა და ეს ლაპარაკი მიდის რომ ძირძველი რეგიონის ხელმძღვანელობა როგორ ზრუნავს ფეხბურთზე და რაღაცა გავაკეთეთ მოკლედ სიუჟეტი არაფერი კავშირი არ აქვს ჩვენ გადაცემასთან რომ გავიდა ერთი კვირა გავიდა ვახო კმაყოფილია რაღაც ველასებ მოუთხეს იქ რაიონიდან დაურეკეს რომ ძალიან მოეწონათ ხედები და რაღაცა და ერთ კვირაში მოვედი კიდე ეს კაცი დგას ეხლა კიდე უნდა გააკეთო სიუჟეტი ბიჭო მე ხარ გაგიჟდით ორი სიუჟეტი არ გავაკეთები არც ერთ გუნდზე საერთოდ დედამიწის ზურგზე ამ რა უნდა გავაკეთო ხამას არა უნდა წამოხვიდეო ხო და გადავიღო თუ უნდა შენ გადაიღო თვითონ ეს თამაში გვაქვს თამაში მორკინალთან მორკინალი მე ვიცი ბაზრობა ვიფიქრე აქ მიდიან ახლა ბაზრობაზე რაღაცა ჩამაცმენ რაღაცას მომწემენ იქან არაფერი წავედით რაღაცა ბიჭო გადაკარგეს მორკინალი ყოფილი ზოოვეთ ნუ რაღაცა ვიარეთ მანქანით 5 ვართ მანქანაში ეს გუნდი მოდის ძირძველი რეგიონიდან მოდის ძირძველი ავტობუსით და 1-3 დღე გზაშია დაახლოებით ხო და ეხლა ნუ როგორი მომენტია იცი რომ
ნუ აი მივდივართ. ვიღაცა ჭაღარა კაცია მანქანაში, ეს ვინ არის მე ვთქარი? ესო გჭირდებაო ჩვენი ესეთი რაღაცა ბოლო საიდუმლო იარაღი ვაქო ესო. ეს არისო რექტორის ამ იმდროინდელი რექტორის ინესი ზოოვეტის კურსელი იყო და მე სტუდენტიო. რანაირად იყო მე ვთქარი ეს იმიტომ რომ ის რომ იმდახან სწავლობდაო რომ ეს ერთად ჩააბარეს მე ისწავლა იმ 5 წელიწადი იმ კაცის ეს დარჩა იმან დაიცვა დისერტაცია დაბრუნდა ლექტორად და ეს დახვდა იქ ეს ჩააბარა და მოკლედ ძალიან დიდი ხან 18 წელიწადია იქ არიან და ნუ აი რაღაც ესეთია რა თუ რამე დარჩა ეს აგვიკეთებს აი ეხლა დანარჩენები ერთი არის ძველი ბიჭი ესეთი ოქროზე სატრიელებს ესე რაღაც ხარ ჩვენი ამოცანა რა არის რომ ჩავალთ ეს გუნდი ვერავის ვერ მოუგებს ნუ შანსი არ არის ამიტომ უნდა მე რახან ახლა ტელევიზია მოდის მე თავი რედაქტორი დიდი ინტე აპარატი თუ რაღაც თუ არ 0-0 ითამაშენ იმიტომ რომ გოლს ვერ გაიტანენ ესენი შანსი არ არის ამიტომ იმანაც არ უნდა გაიტანოს თუმცა მორკინალი უნდა შევაბათ რომ არ გაუტანოს ამას გოლი მე გადავიღო და ზირზველი რეგიონი ვახოს ჩამოვიდა და 0-0 ბარიტონი და რაღაც მივედით იქა არავინ არ არის ეს ავტობუსის რაღაცა მოდის საერთოდ არავინ არ არის ვიღაც კაცი დადის ეს ვინ არის ეს არისო ამ მორკინალის რაღაცა და ეხლა ეს დაყვება ესე ხელი გამომიცი დადიან ეს იქნევს ამ იმას და აბამს რომ 0-0 ვითამაშეთ ის არის უარზე იმიტომ რომ ესეო ვიღაცა დაგვირდაო რომ არ მოგვიგებს და მე მოგვიგო ამიტომ იქ რაღაცა ის არის იგი რაღაცა ესეთი ძიმე საუბარი მინდა სახეთ ეხლა მე ვკითხო და მე დავდივარ ამით ხო მივხვდი რომ ნუ ფეხბურთი ვერ გადავიღებ იმიტომ რომ ეს უნდა იდგენ ხო აი ეს გოლს ვერ გაიტანს ეს ვერ გაიტანს და ვიღებ იქ რაღაცებს ირგვლივ და ამ სტადიონზე მინდა იქ არის რაღაცა ყანა იქით და ეს აქ მესმის ლაპარაკი რომ ეხო კომისარი მოვიდა სად არის კომისარი იქ არის სად იქ არის მე ვთქვი და თურმე კომისარი ზაკ ნაკვეთი ამ მოვიდნენ იქით სპეციალურად ამ გუნდის თამაშებზე არის კომისარი იმიტომ რომ იქ რაღაცა სიმინც მოყავს თუ რაღაცა და მე აი ესე თავზე რომ იმას ისვამე ხოლმე ცუცახოც ოფლის მზეზე რაღაცა და მოდის მოვიდა ეს კაცი გამოვიდა იქით ახლა ველოდებით მსაჯი არის ციხის მომარაგებელი რომელიც მოვიდა უნამოსო კაცი იყო რამას ვამატებდე პურის მანქანით ეს დიდი მანქანები იმიტომ მოვიდა მსაჯი ეხა ვაფშე თავში გადავირიეგე ეს მე გავდივარ ახლა ამემეთი რაღაცის და საჯს ეჩქარება იმიტომ რომ აქ ხო და ჩვენ გვახავს 3 ფეხბურთელი ყავს რომელიც თბილისში ცხოვრობს და ჩამოვიდნენ იქ ეს ავტობუსის რაღაცა არის და 3 კაცი ყავს 11-დან 3 არის 3 არის ხო და ეხა ეს კაცი როგორც დაითანხმეს იმათთან რომ რაღაცა შეაბეს რომ ეჟვანე რომ მოკლედ არ გაგვიტანთ თუ რაღაცა და მაინც ეჭობს და ამ წვრთნელს ეუნება რომ ბიჭო მე რომ მოგვიგოთ და მწვრთნელი თავის ფეხბურთელი 3 კაცი ხო ყავს ეს დამრტმელი ძალა ამათ მობრუნდა ეს ეჭობს ბიჭო ვინ ამათ მოგის ნუ მოუგო თავის ანეზე ამათ როგორ უნდა მოგვიგო ფეხბურთი არ წენ ნუ კაი ეხლა ეს საჯი ხო შეშინებულია იმიტომ რომ ეს პური რო არ მიიტანოს ციხეში მოკლავენ იქ აქ კიდე შანსია გადარჩენის იგი აქ ჩვენგან და ამიტომ ეჩქარება იმას და ამბობს რომ რაღაცა ახალი დებულებაო და 5 წუთი თუ დააგვიანა გუნდმოსო წაგება ეხლა ესენი გაგიჟე რა წაგება ეთლება მთავარი რედაქტორი მოვიყვანთ მე კამერით რაღაცა და ცოტა ხანში სანამ აქ დავდივარ რაღაცას ვიღებ და მოვიდა ეს ლევანი იყო აღარ არის ცოცხალი დაწყალდა მოვიდა და მითხრა ბიძო ჩვენ უნდა ვითამაშოთ ჩვენ რა უნდა ვითამაშოთ მე ხო შეგა გაგიჟდე არ ის გუნდი არ მოდისო და 3 კაცი ხო და 5 ჩვენ ვექნები და ჯინსები და ამას იკაპიც იმას აიგება ესეთი აი ჩელენჯია აი ეგ რაღაცა წავედით ვითამაშოთ ეხლა მაგის დაწვატებ თან ეხლა არის ის არ ჩანს ეხლა მორკინალი დიდად ხო 8 ისინი 11 ჯერზე ხო იცი ქართველებს 3 ლატვიელებს მოუგეზო ლიტველებს თუ რაღაც კალადბურთი ცოტანი ვართ მაგრამ ქართველები და ესენც არის ვინ არიან ნუ რაღაცა ჩინური მას ყიდიან ყოველ შემთხვევაში იმთან მორკინალში და ფლატ ჩვენი არ არიან და ეს ხა მაგრამ ჩემ პრობლემა რა შეიცი რომ მე რო გავიდე სათამაშოთ ეხლა ამ ისტორიულ მატჩში რომ მივიღო მონაწილეობა მე თვითონ ხო უნდა გადავიღო ამ კამერა ხო არ ვირბენამ კამერით და რომც ვირბინო ჩემთავს ვერ გადავიღებ რაშმა მიცე მე ვიღაცა შენ გადამიღე მე დავრბოდე იმაზე და კამერა მიცე და პასი ვეღარ გაარ ხო ვეღარ გავარგვე ეგეთ ანას მე საჯი ძალიან პრინციპული აღმოჩნდა ბოლოს თქვა რომ არაო იმიტომ რომ ფეხსაცმელები და ჯინსებით არ შეიძლება თამაშიო და შაშალა თამაშია 3-0 ჩაგვეთო და წაგე ამასობაში მოვიდა ეს ავტობუსი როგორც იქნა საწყლები მოვიდნენ ისინი მაგრამ 5 წუთი გასული იყო და სანამ მორკინალს აბამდნენ ეს გაიქცა მანქანით იმიცი
თავისი ფურგონით გავარდა და მე ფეხით ხوار გააკიდებოდნენ ხეს მანქანები არ ყავდა ეგ არავის აზრი ჩავახცია ჩვენთან და გააკიდნენ და წავიდა და 0.3 მაგ გავაკეთეთ სიუჟეტი ანა ვიღაცები საჯი ვაჩვენეთ ბოლი რო გადდიოდი მანქანაზე ვახოს რაღაც ტექსტებიც იყო რომ აი ძველი რეგიონი შორდება თუ რაღაცა და ამის მერე მე მცდელობა საქართველოს ჩემპიონატზე რამის გაკეთების არ ხორდია ფორმა ქონდა მესხეთს მაისურები რუსები ფორმა არ მინახავს ხა ჯინსებში იყო ვინც მე ვნახე ისინი და ერთნაირი ჯინსები მაისურებს საჭ კიდე ეხა ხო FIFA აწერიათ ხოლმე იმას ეწერა ხლებ იყო ესეც მაჩი სასტვენი და გარბუშკა რო უჭირავს ხელში სხვათა შორის მეც მუშაობდი საფეხბურთო გაზეთში და ქუთაისში ვიყავი საკკორის ეძახდნენ საკუთარი კორესპონდენტი 11 ჯერა კი და მქონდა სადღაც 30 ლარი გამოდიოდა თვეში რაც იყო ძალიან დიდი ფული ქუთაისში მაშინ აი იმდენი ფული იყო რომ ანუ გრიალებდი ხო პირველ კურსზე მარტო მე მუშაობდი მთელ უნივერსიტეტში სადღაც 800 სტუდენტი და ყველა შურდა ჩემი და უცებ დამირეკეს კიდე დამატებით თანხა უნდა გამოვიმუშაო ტყიბულში უნდა წავიდე ავიღო ინტერვიუ ტყიბულის მეშახტის მთავარ მწვრთნელთან ну დავიწყე მოძიება ქუთაისში ვინმე თუ თამაშობს იქ ვიპოვე მეკარე რომელიც თამაშობს და დავაბარე რომ ერთ კვირაში ჩამოვა სურათები იქნებ დამოხვედროთ და მწვრთნელი სადმე დამხვდეს რომ იქნებ დაველაპარაკო იმან მითხრა რომ კარგიო ჩამოდი და ბაზარში დაგხვდება მეთქი ბაზარში რატო დამხვდება სტადიონი არა გაქვთ კი მაგრამ ეს პარალელურად მწვრთნელი არის ბაზრის დირექტორი აი იმის საჯებით ხო ჩავედი დამოხვედრა სურათები ყველა სურათი პასპორტისო ყველა ფეხბურთელი პასპორტის სურათები და 25 ლარი ჩამიდო ჯიბეში და გამომიშვა რომ ცუდი არ დამეწერა სამი ადგილი შეიძლება დავიკავოთ ჩვენ იმ შემთხვევაში არ გამსვლელი არ არის რა თქმა უნდა მაგრამ მაინც საპატიო მესამე ადგილი თუ მარტო ვიქნებით ჯგუფში ეს სასტუმრო ისინი ვარჯიშზე მიდიან მოდიან და იტალიელებს საერთოდ არ უშვებენ შეგინდა ისეთი მომენტი იყო ერთი რომ ტორიჩელი თამაშობდა მორენო ტორიჩელი მცველი იყო და მამამისი მოვიდა ზუსტად ტორიჩელი არის უგუნ ჭაღარა და ჩემი ბიჭი ანახეთ თუ რა და გააგდეს პანჩურის კვირა და გაეთრეკიდან ჩემ რაღაცა შეგიმწო და მე მოვედი ვთქვა რომ მისტერ არონიასთან მივიდე მეთქი და მოგზამდი შევეჭი ანუ ეს სამი დღე მარტო ჩვენ დავდივართ იუვენტუსი და ჩვენ მე და ბაქრაძე და ის ცხოვრობენ ამ სასტუმროში ვარ ეს გარედან იხვეწება ტორიჩელი რომ რაღაცა დედამ დამაბარა და გარეთ არის ხო და ეხლა ძალიან გავიშინაურდით ამათ რაღაც ინტერვიუები ავიღეთ სურათები გადავიღეთ ამათთან და ხო და ნუ ძალიან ესე ვართ ესმის აი დაახლოებული ამ იუვენტუსთან და ნუ საკუთარი გუნდი გონია და ესე ვართ და წავედით თამაშიდან მაინც ჩავიცვი ეს მაისური შევედით მეტრომიდის ზეთ მასე რა ქვია ოლიმპიურ სტადიონზე იყო ეს მეოხენის ეს თამაში და წავედით მივიდივართ წყნარად ბიჭა ორი გაჩერება დარჩა და რაღაცა მასე შევედით მეტროს რომელიღაცა გაჩერება და გადაჭედილი არის ყვითელი რა და გაიღო კარი და მთვრალი ამის დორტმუნდის გულშემატკივრობა შემოვარდნენ ამაში და მე დავხვდი ამემეთი. მაგრამ ახლა მე ის ვაკ თავშენახული კაცი ვარ და ქუდი მაქვს იმათი. აიგე? ო, ის ვიყიდე, ჩაჩი, დიდი ეს რაღაცა იქნება ისა და იფუჩი ესენ რომ მოვიდან უთხარი სუვენირ და თქვენ ქუდის მაქვს ესეც სუვენირ რაღაცა გაიგე რომ დამანებონ თავია. წავედი და აღმოჩნდი ეს ხალხი მონაგონია მე ვისთანაც მოვედი რა. მოხდი სადა იცი ჩემ გვერდზე ზის თავზე აქვს ტატუიროვკა ტატუ იმისი სვასტიკა რაღაცა თლად ხეცი ვიღა რომ ადგება ეს ეშვება და მთელი ეს 6 სექტორი ბრავის ბორუსია მე კიდე აღარ მაცვიეს მაისური გავიხადე ჩავდე ქუდში და ქუდით ვარ ხო ქუდს ვახანავებ აიგე ზივარ ამასთან ხო ეს რაღაცა ღერის და აიგე დოიჩე ზოლდატენ რაღაცა მე ხარ არ უნდა ვქნა მე რაღაც ღერი ვარ ამასთან ერთად აი ჭრელო პეპელა ხო არის ქართული ყველაფერზე უნდა აუგო რაღაცა ой მაილი აუგუსტინ აქედან ჭრელო პეპელა აპრილინელა რომ დამანებონ თავი რა მოკლედ დაიწყო ეს თამაში ეს ბღავის რაღაცას ამოვარდება მე არ ვდგები არ ყვირი ხან თლათ ეს 60-ს ვერ დავკარგე ხა საბოლოოდ რიდლემ თან აი ფეხზე ჩავედი ბჭო რიდლემ პირველ ტაიმში 2 გოლი გაუტანა იუვენტუსს ვაგებ ბოლოს მაინც ჩავიცვი რა. ამან დააფასე სხვა ჩვენ. თან უკვე მეორე ხმა მიცემული მქონდა რაღაცა კარგად ვიყავი. და ასე გამაჩერა ესე და გაიტანა დელ პიერო.
და ბიჭო მე უხობს ეს მომეცა რაღაც დავიწყო ყვირილი იქა და აი ყვირილი დამთავრებული არ მქონდა რომ გამოიყვანეს რიკენი და ცენტრიდან გაიტანა გოლი. ცუდად მახსოვს მეც ეგ. ცენტრიდან გაიტანა და დამთავრდა იქ ყველაფერი გაუტანია. არა, იმის მე თამაშობდა სხვა შორის აი როგორ რაღაცაში იცი. აი ეს რაგითხარი მესხეთში. ხო. მესხეთში დაამთავრა კარიერა და ახლობებით ესეთ გუნდში თამაშობდა. მაგრამ ყველაზე საინტერესო რა იყო იქ ხვდები შენ ეგეთ სიტუაციაში რომ ის სხვა დონეა. აი ეს გეუბნები კაცი ჭამია ვიღაცა. რო დამთავრდა თამაში, ადგა ააყენა 6 სექტორი და იუვენტუსს აჯილდოებდნენ მაშინ ამ მომენტში და გააწყებია ყვირილი იუვე და აი ეს ფანები, კაცი ჭამიები დამარცხებულ მეტოქეს უკრავდნენ ტაში და სკანდირებდნენ იმის სახელს და იქ იცი, იმიტომ რომ და მღეროდნენ ფინალეო რაღაცა ვოლარეს ასე რა მუსიკას და იცი რა მაშინ პირველად დავფიქრდი და სამწუხაროდ ეს ფიქრი არ გამსულია დღემდე არ გამნელებია რომ რა კარგია როცა ცხოვრობ ისეთ ქალაქში რომლის გუნდიც რაღაცას წარმოადგენს. მე ვთქვა ხარ ბარსელონაში და გაქვს Nou Camp-ის აბონემენტი და მიდიხარ იქ აგესმის და რა თქვა აქ ჩვენთან სამწუხაროდ მესხეთზე და ვთქვა რაღაცა ამჯანმაზე რა ჟან კარბოზე. სამწუხარო მომენტია. მაგრამ რას ვიზავ? მაგრამ მანამდე ვერიზა მე ხარ. არა, ვერტვერიზა ჩვენი საშველი მე დიდი ხანია მივედი ამ დასვამდე რომ არის რომ ნაკრების გუნდებზე არ ლაპარაკობ რომ მესამე ადგილი შეიძლება დავიკავოთ ჩვენ იმ შემთხვევაში. არა გამსვლელი არ არის რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც საპატიო მესამე ადგილი თუ მარტო ვიქნებით ჯგუფში. მეორეზეც ვერ გავა. ხანსი არა. მესამეზე ვარ ხანსი. გავიდეთ რაღაცა. დიდი მადლობა ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენს თუმარ იყო ბიძინა ბარათაშვილი.